ჩვენი ახალი პარტნიორი ბებია ჩემია. უმრობ, სტამბოლში ჩამოვიდა, აქციების 45% იყიდა. დღეს კომპანიაში მოვიდა. ედა გთხოვ მითხარი, რომ არასწორად გავიგე. ბებია შენი აქ არის? დიახ, სტამბოლში ჩამოვიდა. და კიდევ. მამა დაიკარგა. როგორ თუ დაიკარგა? არავინ იცის სად არის, ტელეფონის გამორთული აქვს. არა, განქორწინების საბუთები გამომიგზავნა, ნამდვილად სადღაც ერთობა. ქალბატონმა სემიჰა მამაზე მიანიშნა. ეს რას ნიშნავს? თუ დედაჩემს მასთან საქმის გარკვევა უნდოდა, შესაძლოა პრობლემა შეიქმნა. ანუ ვფიქრობ, რომ ფრთხილად უნდა იყოთ ქალბატონო აიდან. დედა შესაძლოა თქვენი პოვნაც მოუნდეს. ვინ არის ეს ქალი ძვირფასო და არ მომძებნოს? ქალბატონო ბალჯა, ქალბატონ სემიხას თქვენთან შეხვედრა უნდა. ზემოთ არის ბატონი სერკანის ძველ კაბინეტში. მადლობა ძვირფასო. კიდევ რა ძვირფასო? როგორ ფიქრობ? გულწრფელია? არა, რა თქმა უნდა. ლამაზია და ეშმაკი. ასეთებს ყველგან ვიცნობ. ეშმაკი. ქალბატონო სემიხა. გამარჯობა. ბალჯა ვარ. თათბერზე დააგვიანე. მაპატიეთ თათბერის შესახებ გვიან გავიგე. როგორც ხედავ, კომპანიაში ახალი ხარ. როგორც ჩანს, ახლებს ამ კომპანიაში არც ისე კარგად ხვდებიან. ალბათ ცოტა მეგობარი ყავს. რადგან თათბერის დრო არ იცოდი. კარგია, რომ სწრაფად ვადაპტირდები და ასე მარტივად არ დავნებდები. შესანიშნავია. მიყვარს ხალხი, რომელიც ბრძოლისთვის მზად არის. როგორც თქვით, კომპანიაში ახალი ვარ, მაგრამ მადლობა ბატონ სერკანს, ადაპტირებაში ძალიან დამეხმარა. ედაც. ანუ ედა ძალიან კარგია. შეიძლება უადგილოა, მაგრამ ძალიან გავხართ. ედას? ზუსტად. ცხადია, რომ სილამაზე და კეთილშობილება თქვენგან მემკვიდრეობით მიიღო. გამოხედვაც კი ერთნაირია. ასეა? ჩვენ კარგად შევეწყობით, ბალჯა. სადილობას ვაპირებ. გეგმები გააქვს? სინამდვილეში არა. მაშინ მოდი. ერთად წავიდეთ. შეიძლება კომპანიაში ადაპტირებაში დამეხმარო. როგორც ჩვენ სერკანი დაგეხმარა. სიამოვნებით. კარგი. წავიდეთ. გავიგე. კარგი. მაშინ შემოწყობინეთ, როცა გაიგებთ. მადლობა. არც ასისტენტმა იცის. გეუბნებოდით, რომ ნამდვილად პრობლემაა თუ მასთან გამკლავება უნდოდა. არა, პრობლემა არ არის. ეს კაღალდები გამომიგზავნა, ნიშნავს სადღაც ხედიალობს. მაგრამ უკან დაბრუნდება. ქალბატონო აიდან ისე ლაპარაკობ, თითქოს კარდიგანი დაკარგეთ და არა ქმარი. ცოტა ენერგიულად, სად უნდა წასულიყო უთქმელად. ნუ თუ მას არ ვიცნობ, ეს ხომ ალთეკინია. ბოლიაუა, მაგრამ არ დაიწვება. ედა არ მინდა რომ ოფისში იარო და არ მინდა რომ დედაჩემს ელაპარაკო. ქალბატონო აიბერ თუ ოფისში არ წავა, მაშინ თქვენთან სახლში მოვა. ჩვენ ამოგვიჩემა, შერიგება უნდა. არ ინერვიულად გვინდოდა რომ გწოდნოდათ, მაგრამ მე და ედა მივხედავთ. მამი და არ ინერვიულო, მივხედავ. ყველაფერს ვაგვარებდი და ამასაც მოვაგვარებ. არ ინერვიულო. კარგი, შენ გენდობი, მაგრამ დედას არ ვენდობი. შენც არ ენდო, გთხოვ. რადგან დედაჩემს საიდუმლო გეგმა ყოველთვის აქვს. ვიცი, კარგი. უკეთესია წავიდე. სახლში შევხვდებით. კარგი დღე. ქალბატონო აიდან. კარგით, შევხვდებით ქალბატონო აიფერ და ჩვენ საახალწლო საკითხების საკითხს მოვაგვარებთ. ამ ქაღალდების დანახვა არ მინდა.
აბა ბალჯა. ახალი ხარ, მაგრამ ჩანს, რომ ყველას ძალიან დაკვირვებით თვალსადევნებ. ედაზე რას ფიქრობ? იცით, რომ ბატონი სერკანის ყოფილი საცოლეა. ასეთი არაფერია. ეს დასანახად იყო. მაგრამ შემდეგ წყვილი გახდა. არა, ხომ გითხარი? კარგი, დაივიწყე. გააგრძელე. ედაზე ლაპარაკობდი. ბატონი სერკანი და ის ზოგჯერ ეწყობიან, ზოგჯერ არა. სიმართლე რომ გითხრათ, კარგად ვერ გავიგე. მაგრამ მე გავიგე. იცი, როცა ედაზე ვლაპარაკობ, თემა სერგან ბოლოთამდე მიყავს. ასე ძლიერ, როდის შეგიყვარდა? Sen bu adama ne zaman aşık oldun bu kadar bakayım? ქალბატონო სემიხა, რას ამბობთ? აქ სამსახურისთვის ვარ. ბატონ სერკანს რამდენიმე დღეა ვიცნობ. ანუ ერთი ნახვით შეყვარებაა. ნუ მწვენია. სიყვარული არავის ვნებს. თავარია სწორგულში მოხდე. Yeter ki doğru kalbe düşsün. ზერას, ნუ მალა. იცი, ერთმანეთს ძალიან კარგად შევეწყობით. ძალიან კარგად. რადგან არ გვინდა, რომ სერკანი და ედა ერთად იყვნენ. ამიტომ მოკავშირეები გამოვდივართ. ედა. კარგად ხარ? კარგად ვარ. კარგად ვარ, მაგრამ დღეს ისევ კოშმარი დამესიზმრება. კოშმარი? რატომ? რადგან როცა პატარა ვიყავი, დედამ ნატრის სამაჯური მიყიდა. ეს რა არის? მასზე სიმბოლოებია გამოხატული, ვარსკვლავები, გული. გავიგე. ნატრის სიმბოლოებია. იმის შემდეგ, რაც მშობლები დაიღუპნენ, ბებია ჩემთან მოვიდა. მოგიყევი. უნდა და მარდენში წავაყვანე. ის და მამიდა სახლში ლაპარაკობდნენ. ყველაფერი გავიგე. ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მახსოვს. ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და მე სახლიდან გავიქეცი. სირბილი დავიწყე. მიურბოდი. ჩვენი სახლის უკან გორა იყო. ამ გორიდან დავგორდი. როცა წავიქეცი, სამაჯური დავკარგე. გაწყდა. ყველაზე მეტად იმაზე ვტიროდი, რომ ის დავკარგე და არა ჭრილობების გამო. შემდეგ ერთი და იგივე კოშმარი მესიზმრებოდა. სადღაც მიურბივარ. ვიღაც მითვალთვალებს. გამუდმებით მიურბივარ. და ძალიან მეშინია ერთი და იმავის ნახვა. მოდი აქ. მოდი. ედა ილდეზი, რომელსაც მე ვიცნობ, არაფერს გავარგვის. დარწმუნებული ვარ, რომ არ გაიქცევი. Kaçmayacağından eminim. მაგრამ მისი ნახვა არ მინდა სერკან. მისი დანახვა საერთოდ არ მინდა. და ედაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა. მართალი ხარ. მაგრამ რას ვამბობდით? ახალი წელი, ახალი დასაწყისი. ამიტომ ყველაფერი, რაც წარსულში შედარჩა, მოდი ამას მივხედოთ. და შემდეგ ეს თემა დავხუროთ. კარგი? არ იფიქრე, რომ მისგან გაურბივარ. არ გავიქცევი. ვიცი. მომისმენე რას გეტყვი. ეს ლეილას უნდა იქნა, მაგრამ ვფიქრობ, ერთად გაკეთებას შევძლებთ. იქნებ დამახმარო. სადღაც უნდა შევიდეთ. კარგი, დაგეხმარები. წავიდეთ. წამოდი.
სიყვარული ორი ადამიანისთვის არის საყვარელო. როცა მესამე ადამიანი ჩნდება, ეს სიყვარული აღარ არის. ამას ბრძოლა ქვია. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ეს წესი ყველა ცოცხალი არსებისთვის მოქმედებს. ეს არ დაივიწყო და ჩვენ ორივე ამ ბრძოლაში ერთ მხარეს ვიმყოფებით. მხარ და მხარ. კალბატონო სემიხა, არასწორად გამიგეთ. მართალი იყავი. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ დაზარალდები და არა მე. ედას გული დაიკარგა. მარშრუტს გადაუხვია. იცი რას გავაკეთებთ? ორივე დავეხმარებით სწორი გზა იპოვოს. Onun aklıyla doğru yolu bulmasını sağlayacağız. ეს როგორ გამოვა? ედას არაჩვეულებრივი კანდიდატი ელოდება. მალე ის თავის მომავალ ქმარს გაიცნობს. და მე ამის მოხდენას დავეხმარები. შეიძლება ვიკითხო ვინ არის? არა. ჯერ ყურადღება გაამახვილე არა იმაზე, ედა ვისთან იქნება, არამედ შენ ვისთან იქნები. ჩემი რჩევაა. არ შეგეშინდეს ბრჭყალების ჩვენება მათთვის, ვინც გიყვარს. და არ დააგვიანო. წინააღმდეგ შემთხვევაში წაგართმევენ. გამოცდილებით ვიცი. კარგი. შენს ადგილას რომ ვიყო, საყვარელი მამაკაცისთვის ბრძოლას მაშინვე დავიწყებდი. ვიბრძოლებ. ეჭვი არ შეგეპაროთ. შვენიერია. საჭმელი ძალიან გემრიელია, არა? ძალიან მიხარია რომ მოგწონთ. როგორია? კარგად ზის. მართლა? ასე კიდევ უკეთესია. და შენ უკეთ ხარ? უკეთ ვარ. მეგობრებო, გამარჯობა. რამდენიმე წუთით მოგაცდენთ. თქვენთან სათხოვარი მაქვს. თხოვთ 3 საჩივარი დაწერეთ და ამ ყუთში დატოვეთ. და კიდევ რა თქმა უნდა უფლება გაქვთ სურვილიც დაწეროთ. კომპანიაში რისის შეცვლა გინდათ? რისი გაუმჯობესება? შეგიძლიათ დაწეროთ. ანონიმურად. სანერვიულო არ არის. გირჩევას არ გააკეთო, რადგან თუ ამ კომპანიაში იკითხავ რა ჩივილები გაქვს, უარეს დაიმართებ. Ne şikayetiniz var diye sorarsan işte orada yanarsın. ზუსტად. ეს კომპანიაში ურთიერთობების გაუმჯობესების ძალიან კარგი მეთოდია. არ მახსოვს რომ ჩვენთვის მსგავსი რამე თქვათ. როგორც თქვი, პირილ, ბევრი დიდი კომპანია ამ მეთოდს იყენებს. შეიძლება ასეა. კარგი, ვნახოთ რა შედეგები იქნება. საინტერესო არაზე უნდა დავიჩივლო. მომისმენ ერდემ, თუ იქ ჩემს სახელს დავინახავ, გაგანადგურებ. რას ამბობ? გაგანადგურებ? ნუ თუ ეს შესაძლებელია. ნუ თუ არ ვიცნობ, დაწერს, რატომაც არა. წინასწარ მადლობა მეგობრებო. წარმატებები. მაპატია, ხომ კარგად ხარ? კარგად ვარ. მაპატიეთ, ოდნავ ყურადღება გამეფანტა. არაფერია. მართლაც, მინდოდა მეკითხა, ბატონო სერკან. თუ ახალ წელს გეგმები არ გაქვთ, პატარა წვეულების მოწყობას შემოგთავაზებდით. პასუხის გაცემას მე ვერ შევძლებ. ედას ვკითხავ. ედა გეგმა გვაქვს? სერკანს ყველასთან ერთად ასეთი განსაკუთრებული დღეების აღნიშვნა არ უყვარს, მხოლოდ ახლობლებთან. ანუ რაც არ უნდა დაგეგმო, რთული იქნება. ბატონო სერკან, ქალბატონმა სემიხამ თქვენს მაგიდაზე დოკუმენტი დატოვა.
ბოჯამ არ ვილაპარაკოთ. ქალბატონი სემიხა სად არის? წავიდა. სად? არ ვიცი, ამას ვერ ვკითხავ, არ ვიცი. კარგი, მადლობა. ანუ ახალ წელს ჩემთან ერთად აღნიშნო. ასეთი არაფერი მithქვამს. ედა. მაღეზიანებს. ყურადღებას ნუ მიაქცევ და ეგააკეთოს რაც უნდა. ედა. დიახ. გისმენ. რა არის? Gördünüz mü? დაინახეთ, ამისთვის მოვედი. Onun için gelmiştim. ქალბატონმა სემიხა მოიტანა. Getirdi. უნდა რომ აქ იყოს. istedi. აი, გაიცანი ბებია ჩემი. აქ თავის დინასტიას ააშენებს. ჯარბებედა. ეს ხომ სავარძელია. სავარძელი? სერგან ტახტრევანია. ტახტრევანი. ხო, ედა მართალია, მაგრამ მაინც არ გაბრაზდე, სერგან. Sinirlenme de Serkan. არა. არა, მე კარგად ვარ. კარგი. ვფიქრობ ნახევარ საათში თათბირი უნდა გავმართოთ. სიტუაცია უნდა შევაფასოთ. Ben de. კარგი, ყველაფერს ვიზამ. კარგი. ალბათ ეს ის დოკუმენტებია, რომელიც ბებია შენმა მოამზადა. შესაძლებელია. თანამშრომლების სამუშაო. ალბათ ეს ინფორმაცია ეფესგან მიიღო. მისი ქმედებები მაცოფებს. სიმართლე რომ გითხრა, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ფრთხილი გალიჩენს. მომწონს. დარწმუნებული ვარ, კონსულტანტების არ მიაყავს. ასეთი მშვიდი რატომ ხარ? ედა, არ უნდა ვინერვიულოთ. ჯერ უნდა გავიგოთ რა განზრახვა აქვს. შენზე უბრალოდ გიждები. მართლა. როგორ შეგიძლია ასეთი მშვიდი იყო? ბებია ჩემი შენი პარტნიორი გახდა, მაგრამ ჩემს გვერდით ხარ. სერგანი, რომელიც ადრე იყო. ის აღარ არის. მინდა ახალი ედა და ახალი სერგანი დავინახო. და ახალი დასაწყისი. ყავას ავიღებ. შენ ყურადღება ბებია ჩემზე გაამახვილე, რადგან ვინ იცის რა ჩაიფიქრა. არას არ გააკეთებს ის, ვინც თავისი ტახტრევანი მოიტანა. აქ მუშაობ? ოფისში ერთადერთი წყნარი ადგილია და დღეს კომპანიის საქმეებს დრო გამოუყავი. კარგად ხარ? ბებიის მერე. კარგად ვარ, კარგად. სერგანი მართალია. არ გავექცევი. არ საწავა და ის გაიქცეს. შენით ვამაყობ, ძალიან კარგად გაუმკლავდი. რადგან თქვი რომ სერგანი მართალია, ანუ ერთად ხართ? ბებიის წინააღმდეგ. დიახ. ის არა მარტო ჩემთვის მოვიდა, არამედ სერგანისთვისაც. ამიტომ ერთად ვართ. სუსტ ადგილებში დაგარტყამს, ზუსტად გულში. ახლა მელოსავით თქვი. ხანდახან ნუ თუ არ ღირს ცხოვრებას ისე შევხედოთ, როგორც მელვამ. გულუბრყვილოდ, სუფთად. ასე მარტივი არ არის. ამისთვის ან ძალიან თავისუფალი უნდა იყო, ან ფანტაზიორი. ბოლო დროს არცეც არ მივეკუთვნები. ეს რას ნიშნავს? სერგანს ახალი წლის ერთად გატარება უნდა, მარტო. მაგრამ მე განხორციელება არ შემიძლია, ამაზე ოცნებაც კი არ შემიძლია. და აიფერზე ამბობ? არა მხოლოდ ის. ჯერენ ბევრი რამ გადავიტანეთ, შენც იცი. ის ვერ ვდუნდები. ბევრი დრო გაქვს რომ მიფიქრო ედა. ამის შემდეგ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ, მჯერა. ვიცხოვრებთ და ვნახავთ.
ჩვენ აქ ვართ. მიდი იმუშავე. თავი გამისყდება. როცა ამ ადამიანთან მივდივარ, გამოდმებით ცუდად ვარ, რა ხდება? გადმომეცემა? მნიშვნელოვანია, რომ შენი უგვემოვნება არ გადაედოს. არა, რატომ? ჩემი სტილით კმაყოფილი ვარ. რა გავაკეთო? ცომი ატლასის პერანგით მოვზილო? საყვავილეში რატომ არ წახვედი? შეკვეთები იყო. გეფიცები კარგად არ ვარ საერთოდ. არ წავალ, პარენი მოაგვარებს, მას ვუთხარი. სემიხა აქ არის, სემიხა. სემიხა მოვიდა და მთელი ჩემი წესრიგი დაარღვია. არა, ამ ქალის ქმარი არსად არის. რა მოხდება? ომარ მოკლავს. ნუ სულელობ დაუაიფერ. არა, მსგავს ხომ არ ჩაიდენს. არა, არის ამ ძვირფასო. მისი ოსტატობა იმდენად ცუდად მოიქცეს, რომ სიკვდილზე უარესი იყოს. ამ საქმის ოსტატია. და ედა დაელაპარაკოს და შემდეგ გავიგებთ. საერთოდ არ მომწონს, რომ ედასთან ასე ახლოსაა. საერთოდ არ მომწონს. მაგრამ რისი გაკეთება შემიძლია, ჩემს ხელთ არაფერია. რას ვიზამ? პარენი მოვიდა ალბათ. მე ახერ კარზე კიდევ ერთხელ დარეკე. რა გინდა რა? შიგნით არ შემომიპატიჟებ? დედა ამ სახლში შემოსვლას ვერ შეძლებ, ნუ მაღიზიანებ. წადი გთხოვ, მიდი. მომისმინე, აქ წარსულის შეცდომების გამოსასწორებლად მოვედი. მეორე შანსს ყველა იმსახურებს. 20 წლის შემდეგ? ცოტა ხომ არ დაიგვიანე? საერთოდ არ შეცვლილ ხარ. ისევ სიჯიუტე, ბრაზი და ყველაფერი ადგილზეა. მაგრამ რაც უფრო ბერდები, უფრო რბილი ხდები, როგორც ჩანს. ამ ყველაფერს შეეშვი. აქ რა გეგმებით ხარ? ძალიან კარგად გიცნობ. ამიტომ მომისმინე, სხვები ამ ზღაპრებს ჩაყლაპავენ, მაგრამ მე არა. ამაზე ფეხზე დგომით მოვისაუბრებთ. იქნებ შიგნით შემოვიდე და ერთად განვიცადოთ. შემოდი დედა, შემოდი. ყველაფერი დაწყევლილი იყო, შემოდი. არაფერი შეცვლილა. ახლა თავის სახლში ვიგრძენი. ედა. რას აკეთებ? ცდილობ ვიმუშაო. ბებია კიდევ არ მოსულა? არა, იქნებ დაურეკო. ცხოვრებაში არ დაურეკავ. კარგი. ედა. დღეიდან ბებია შენი კომპანიის პარტნიორია. ამიტომ გინდა თუ არა ერთმანეთს სახეში შეხედავთ. საბოლოოდ მასთან ნორმალური თათბირები უნდა წარმართოთ. მისმინე გპირდები. ყველაფერს ვიზამ, რომ ეს აქციები მოგცეს, მაგრამ არ მთხოვო, რომ დაურეკო. ედა. მამასგან პასუხი ჯერ კიდევ არ არის. ბებია მიანიშნა, რომ იცის, სადაც არის. შეტყობინება გაუგზავნე. გაუგზავნე. როცა გათავისუფლდება, გიპასუხებს. სამჯერ გავაგზავნე და არც კი მე წაუკითხავს. რა ვქნა? დარეკვა არ მინდა, ლაპარაკი არ მინდა. როგორც ჩანს, დიდად ლაპარაკი არ გიყვართ. ვამჯობინებ გრძნობები თვალებით ავუხსნა. არ დაავიწყდა, რომ ჩაისვამ. მაშინვე მოიტანა, რომ მალე მომიშოროს. დედა ჩაიდალია და წადი, კარგი? ედამ არ დაგინახოს. ედას და მე შენი ნახვა არ გვინდა. ედა რეკავს. გისმენ ედა. სერკან შენთან ოფისში თათბირის გამართა უნდა. კარგი? 2 საათში მოვალ. კარგი. რა თქმა უნდა, ჩემო ლამაზოშვილო, რა თქმა უნდა. დიდხანს განვიხილავთ. რა თქმა უნდა. შევხვდებით. იცი, ედა ჩემზე არც ისე გაბრაზებულია, როგორც შენ ფიქრობ. როგორც ჩანს, შენ განაწყობ ასე აიფერ. დედა საქმეზე გადავიდეთ? აქ რატომ ხარ? ჰოლდინგის ნახევარი წაიღე?
აქ რატომ მოხვედი? რა გეგმები გაქვს? მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები მაქვს. ვერ მომატყუებ. ბატონი ალთაკენი სად არის? დასვენება გადაწყვიტა. ადამიანი დაიღალა მუშაობით. დედა, კითხვა დაგესვი, ადამიანი სად არის? ვიცი, ხალხს სადაგზავნი, ამიტომ გეკითხები, ადამიანი სად არის? პირდაპირ ბოლათების ოჯახის ადვოკატი გახდი? და ალთაკიმ ბოლათი და მთელი ოჯახი ჯოჯოხეთში მოხვდეს. აქ შვილიშვილის დასაცავად მოვედი. აქციები ამიტომ შევისყიდე. უილად გაისარჯეთ, ასე არ არის და უაიფერ. დიახ. ამიტომ შეგიძლია წახვიდე. ჩაი დალიე და წადი. რადგან ბოლათებთან კავშირი არ გვაქვს, გესმის დედა? მომისმინე რას გეტყვი. აქ დიდი ხნით არ ვარ. კარგია. შევთანხმდეთ. თუ იმაში დავრწმუნდები, რომ ედას საქმიანი ურთიერთობების გარდა სერგან ბოლათთან კავშირი არ აქვს, ჩემს ნივთებს შევაგროვებ და აქედან წავალ. მეც ამაზე ვსაუბრობ. შენი ნივთები შეაგროვე და აქედან წადი. ჩაი დალიე და წადი. სერგანთან და ბოლათებთან ურთიერთობა არ გვაქვს. არ ხვდებით, ასე არ არის, ფიფი? ნუ თუ ხვდებით. დაიფერს ბოლათები ეზიზღება. კარგით, მე წავალ. წადი. გეფიცები და აიფერი ჩვენზე გაბრაზდება. იტყვის, რომ თუ თავად მომზადება არ შეეძლო. ცდილობს მომიშოროს, რადგან შეფ ალექსანდერი მოდის. მსგავსი არაფერი. როცა ის მოვა, მეც აქ ვიქნები. ვიცი რას გავაკეთებ. მოდი ვარ. ფიფი. მოდი უკანა შესასვლელით შევიდეთ. ახლა უამრავ კითხავს დასვამს. კარგი. ვინ ხარ? ჯერ უნდა მომესალმო. გამარჯობა, ვინ ხარ? დაცვა გარზე პასუხის მგებელი. თუ ბრძანებებია, შემიძლია მივიღო. სემიხას კაცი ხარ არა? და შენ ქალბატონი აიფერის? როცა მოვალ, აქ აღარ ვნახო. კარგით, ქალბატონო ფიგენ. ჩემი სახელი საიდან იცი? დაგიმახსოვრე შვილო. ედა სერგანს დაშორდა, არ ხვდებიან. ყველაფერი დასრულდა. ბოლათები ჩვენს ცხოვრებაში არ არიან, რატომ არ გესმის? სიურპრიზი. მოვედით. აისონ. კეთილი იყოს აისონ. ჩემი პუმპულა ჩუსტები მენატრებოდა. აისონს რატომ მეძახის? თქვენ ხომ ქალბატონ ედას სევდას ეძახით, ამიტომ შურს იძიებს. ეს ქალი რას იღებს? აისონ. ეს ქალბატონი ვინ არის? ვინმე საზოგადოებიდან, ალბათ საჭმლის შესაკვეთად მოვიდნენ. კეთილი იყოს მობრძანება. გაგაცნობ, დედა ჩემი სემიხა. საინტერესოა, ამ ქალს რა უთხარი ასე რომ შეეშინდა. ჩემი საყვარელი მეგობარი, ჩემი ერთადერთი მეგობარი აისონი, მეზობელი. ბატონი ვინ არის? ბატონი მისი შვილია. შვილი. დედა. შვილო. გაოცებული ვარ, რომ ასეთი მაგარი ქალბატონი ასეთ რაიონში ცხოვრობს, სიმართლე რომ თქვა. ჩვენი რაიონი ძალიან პოპულარულია. ისეთი ტრენდული რაიონია, რომ ყველას აქ ცხოვრება უნდა. ზღვის ხედიც არის. აღფრთოვანებულები ვართ. როგორც ჩანს, საჭმელი გასკურაზე დამრჩა. წავალთ, ნებისმიერ შემთხვევაში რაიონში ვართ, შევხვდებით. ნუ თუ შესაძლებელია, ქალბატონო, ჩაიც მზად არის, გთხოვთ დაჯექით, ჩემზე არ ინერვიულოთ. დაბრძანდით. დედა საჭმელზე საუბრობს, ამბობს, რომ დაიწვება. თუ ახლავე წავალთ, ყურადღებას მიმიქცევთ. ჩამოვჯდეთ, შვილო. დიახ, მეგობრებო. ახლა ხომ არ დავაგვიანე? ამ კომპანიაში ყველა მოღუშული რატომ დადის? ახალი წელია. ახალ წელს ყველა უნდა იღიმოდეს. მართალი ხარ ერდემ, მართალი ხარ. როგორც ხედავთ, ერდემი აღარ მაწუხებს რაღაც იცვლება. ამიტომ გადავწყვიტე თქვენთან ეს თათბირი მომეწყო კომპანიაზე, ახალ პარტნიორზე.
ახალ პროექტებზე საუბრისას რაღაც დაგვავიწყდა. ეს ის არის, რომ ჩვენი შინაგანი საქმეები მივატოვეთ. დღეს ჩვენი ახალი პარტნიორი ნახეთ. ქალბატონი სემიხა. რთული დღეები გველოდება არა? არა, ყველაფერი კარგად იქნება. არ ინერვიულოთ. დაივიწყეთ. მართალი ხარ. მაგრამ ხიზლად უნდა ვიყოთ. ქალბატონი სემიხა გეგმების გარეშე აქ არ მოვიდოდა. კარგი და შენი აზრით რა გეგმებია? ზუსტად არ ვიცი, მაგრამ აი მაგალითად მოისურვებს ჰოლდინგიდან რამდენიმე ადამიანის ხელში ჩაგდებას. შეძლებს? ყველაფერი შესაძლო, ამიტომ ხიზლად უნდა ვიყოთ. და უნდა დავიჯეროთ, რომ ამას გადავლახავთ, როგორც ყოველთვის. ჯერენ, კანონის მხარე შენზეა. რა თქმა უნდა, არ ინერვიულოთ. გენდობით ამასაც გადავლახავთ, როგორც ყოველთვის, დარწმუნებული ვარ. თავში რაღაც სტრატეგია მაქვს, ამიტომ რა სტრატეგია? ნუ მაშინებთ. არ მიყვარს მოძრაობები, რომლებიც ბოლო წუთს ხდება. მართალი ხარ პირილ, მაგრამ მინდა რომ მომენდოთ. გენდობით, ამიტომ გთხოვთ, რაც არ უნდა ვქნა ზურგს უკან მედექით, კარგით? რა თქმა უნდა. კარგით, მაშინ დავიწყოთ. მადლობა. მართლა მამას დაუკავშირდი, სიახლე არ არის? არა, მაგრამ კარგ მდგომარეობაშია, რადგან განქორწინებაზე საბუთები შეიტანა. შეხვდით? არა, შეტყობინებაზე არ მპასუხობს. მეგობრებო, ჩანაწერები, რომლებიც ახალი წლისთვის უნდა ამოიღოთ, მზად არის. ახალი სული მოვიდა, რომელსაც ვეძებდი. თქვენც ამოიღებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ უფროსი. ბატონო სერგან, მე შემხვდით. მართლა? ნახოთ აბა. ვინ იქნება? შენ მოხვედი. როგორი დამთხევა? შვენიერია. თქვენ ამოგივედით. დიახ. ბალჯა, ჩემი ჯერია. რა თქმა უნდა. მაპატიე და მაპატიე უნდა ვუპასუხო. როგორ მე ამოიღებ, კარგი? როგორი მატყუარა ხარ? მართლა ნერვიულობას ვიწყებ. თუ საუბარი არ გინდა, მინიმუმ მომწერე, რომ კარგად ხარ, ესეც საკმარისი აქვთ, ხო? ჩვენ არ ამოვიღებთ? მოვდივარ. ტკბილი, ახლავე მოვალ. ტკბილიო? ბოლათებს იცნობთ? დიახ. ნუ არიან ისინი, ვინც ბოლათები არ იციან. დედა, ბოლათებთან ურთიერთობა არ გვაქვს, რატომ არ გესმის? აისუნ დამეხმარე. ასეთი განწყობით ბოლათებზე რატომ კითხულობთ? რამდენადაც გავიგე, ჩემი შვილიშვილი მათთან მუშაობს. წავედი და ჰოლდინგის აქციები შევისყიდე. დღეიდან პრობლემები აღარ არის. ოჯახური კომპანიაა. შვილიშვილს შეუძლია იმდენი მუშაოს, რამდენიც მოესურვება. ბრავო, უზარმაზარი ჰოლდინგია. კარგი ინვესტიცია. კარგად მოქცეულ ხართ. მე დიდად არ მანაღლებდა, მაგრამ შვილიშვილს მოუნდა. თვალი ერეცეს. აისუნ, შეხედეთ ხო? დედა. ქალბატონი აიფერი გეძახის. ამბობს აისუნ აქ მოდიო. მე ვარ. მეძახის. წავალ. დიახ. აისუნ. ბოდიში. სახელ აისუნს ვერ შევეჩვიე. მაპატიე. დედა თუ გაიგებს ვინ ხარ, ცოცხლად შეგვჭამს. ამიტომ ახლა ვერამე მოიფიქრე და ამ სახლიდან წადი. ალთაკი რა მდგომარეობაში დამტოვე. შვენიერია, გაშორდები და მოიშორებ, ასე იფიქრე. კარგი იქნებოდა დედასთანაც შეგეძლოს დაშორება. ძალიან კარგად გავიგე, რისი თქმა გინდა, როცა ქალბატონი სემიხა დავინახე. ხალხისგან შორს. მეგობრებო, ახალი წლის წარწერები მზად არის, დავიწყოთ. შეხედე რა იღბალია, შენ ამოხვედი.
დიახ, კალამს ავიღებ და დოსიეს დავხურავ. Evet. ხო.